ბოლო დღეებია ბერლინში ყოველი მეორე ბოძიდან ვიღაც გიყურებს. იქვე პარტიის ლოგო, სახელი და გვარი და რამდენიმე სიტყვიანი დაპირებაა. მიზეზი მარტივია, 20 სექტემბერს ბერლინში არჩევნებია. ოღონდ ეს გერმანიის ფედერალური არჩევნები არ არის. ბერლინი მხოლოდ ქალაქი არაა, ის გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან ერთ-ერთია. ამიტომ ქალაქს თავისი პარლამენტიც აქვს. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოლიტიკა პირდაპირ ქუჩაში გამოდის. ბერლინში საარჩევნო პლაკატების განთავსება არჩევნებამდე ყველაზე ადრე 7 კვირით ადრე შეიძლება. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც სადმო უნდება იქ გააკრავს. საჯარო სივრცეში პოლიტიკური რეკლამისთვის ნებართვა საჭირო და ქალაქს კონკრეტული წესები აქვს. მაგალითად, არ შეიძლება პლაკატის დაკიდება შუქთიშანზე, საგზაო ნიშნების ბოძებზე, გაზის განათების ბოძებზე ან ქუჩის ხეებზე. რეკომენდაციაც კი არსებობს, რომ მხოლოდ ყოველი მეორე განათების ბოძი გამოიყენონ. რატომ? იმისთვის, რომ ადგილი სხვებსაც დარჩეთ და აქ იწყება ის, რაც მე განსაკუთრებით მაინტერესებს, გერმანული პოლიტიკური მარკეტინგი. როცა ამ პლაკატებს უყურებ, ერთი რამ ძალიან მალე შესამჩნევი ხდება. თითქმის არავინ ცდილობს ქუჩაში მთელი პოლიტიკური პროგრამა წაიკითხოს. ერთი სახე, ერთი ფერი, პარტიის ლოგო, ლოგიკაც მარტივია. მანქანით თუ ველოსიპედით მიდიხარ, პლაკატის სანახავად რამდენიმე წამი გაქვს. ამიტომ პოლიტიკური გზავნილიც რამდენიმე წამში უნდა გაიგო. სლოგანებში კარგად ჩანს, რა თემაზე ცდილობს თითოეული პარტია ამომრჩევლის ყურადღების მიქცევას. ესენია მაღალი ქირა, საცხოვრებელი, უსაფრთხოება, სკოლა, ტრანსპორტი, კლიმატი, ეკონომიკა. ერთი და იგივე ქალაქია, მაგრამ პლაკატებზე თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ბერლინს ხედავ. ერთ პარტიას უნდა დაგარწმუნოს, რომ ქალაქს მეტი წესრიგი სჭირდება. მეორეს, რომ მთავარი პრობლემა საცხოვრებლის ფასია. მესამეს, რომ ბერლინის მომავალი სხვაგვარ ტრანსპორტსა და გარემოს დაცვაზე გადის. აქ განსაზღვრულია ისიც, როდის უნდა მოხსნა პლაკატი. არჩევნების დასრულებიდან მაქსიმუმ 1 კვირის შემდეგ საარჩევნო რეკლამა საჯარო სივრციდან უნდა გაქრეს. პოლიტიკას აქვს უფლება ქალაქის სივრცეში გამოჩნდეს, მაგრამ ქალაქიც ადგენს საზღვარს. სად მთავრდება პოლიტიკური რეკლამის თავისუფლება და ალბათ ესეც არის საარჩევნო კულტურა. არა მხოლოდ ის, ვის აძლევ ხმას, არამედ ისიც, როგორ თანაარსებობს ქალაქში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური არჩევანი. აქ შეხვდები მემარცხენეს, მემარჯვენეს, მწვანეს, ლიბერალს, კონსერვატორს. მათი პლაკატები ზოგჯერ პირდაპირ ერთმანეთის თავზეც კი კიდია. მაგრამ 20 სექტემბერს საბოლოოდ ყველა ერთსა და იმავე ადგილზე მიდის, საარჩევნო უბანზე. ჩემთვის აქაურ არჩევნებზე დაკვირვება მხოლოდ პოლიტიკაზე დაკვირვება არ არის. ეს შესაძლებელობაა დაინახო, როგორ მუშაობს დემოკრატია ქალაქში. და ეს დემოკრატიაა ის, რომლისგანაც ბევრი შეიძლება ჩვენმა ქალაქებმაც ისწავლონ.